სად არის? არ არის სახლში? არა, სამსახურში წავიდა. მე არ უნდა მითხრა ამდენს რომ აყვირე. ისე ჩუმად შემოხვედით, ამან ვერ შეგამჩნი. აი ლაშა, ამდენ მაიმუნობას და ლაპარაკს შენ გირჩევნია ადგე და ის ქათამი მომაშორო რა. რომელი კვერცხს რომდებს? აი მე გითხრა ეხლა, მაგ კვერცხის დადებაზე. თურმე ვახოდებს კვერცხებს. თავის ნაყიდ კვერცხებს დებს იმ ქათამთან. ვითომ ხო შეშლია, დაუდია ერთი ცალი მოხარშული. ხო და დილით მინდოდა რომ შემეწვა, გამისკდა გული რა. ხო, ესე გამიხეთქა გული. მე მივეცი ეგ მოხარშული კვერცხი. უხარი კარგია თქო და? კარგი. ხლა სამსახურში წავიდა. გამაგიებს, რას დარბის ეგეც კიდე ამ სამსახურში რა. უთხრას იმ შალვას რომ ყავს ფეხმძიმე ცოლის სახში და მცირეწლოვანი ქათამი და დაასვენებს. მიდი ეხლა ადიქი და გააღეკარე. ვინ არის ეს აქტიურად რო რეკავ? ო. მობძანდით. მოვედი. რატომ მირეკავთ? რატო დაგირეკე ბაჟბატონო, რატო დაგიბარე და როგორც მოიყვანე ეს ქათამი მოკიდე ეხლა ხელი და წაიყვანე. მერწო. იმიტომ რომ მე და ამირანი ისე მიდივართ საშასთან გორში. გორში წაიყვანე, აჩუკე საშას. ვიფიქრე ეს, მაგრამ გზავრობას ვერ იტანს. რა ხდება? რას ლაპარ? მართლაც გეუბნება ისე თამარი. წაიყვანე გორში, წაიყვანე თქვენი ამბავი რო ვიცით ისე უაზროდ დათვრებით და ვინმე ფხიზელი ხო გინდა სახლამდე რომ გიყვანოთ? რას დავთვები? მე მეორედ აღარ დავლებ. თორე ისე მომელანდება ვიღაცა უკვე. აზი არ არის რა. არ დალევ კი არა, ორი იმდენ უნდა დალიო რომ ორი გოგო მოგეჩვენოთ. ერთი შენ ერთი ამირანს. მოკიდე ეხლა ქათამს ხელი და წაიყვანე, მაწუხებს. მართალია, აწუხებს და ჩხუბობენ მე და აქვთ ერთი ამბავი. ისე ქათამს თუ არა თამარი მაინც წაიყვანე. აი, რისთვის ვიშლი ნერვებს რა, რისთვის შემოვედი სუდა მავიწყდა. დილით შემოუტანე ქეთინოს მარცხნ დასაშაქრად. და ვერ ვიპოვე, სად არის? აღარ არის. ვინ შეჭამა? ქათამ არ გაყვარ. ეს ლაშა, წავედი მე გორში. და რა ხო ჩამოგიტანე გორიდან. კი, ჩამომიტანე. საშას თხოვე ერთი იხვის ჭუჭული გამოგატანოს რა. კარგი. თორე მომბეძდა ეს ქათამი დავახო. ეს რა კარგი რამე ყოფილა ეს ბლუთუსი, ჰა? ტელეფონი ხელში არ გიჭირავს თან, რასაც გინდა. აკეთებს, საბუთებს, ხელს აწერ. ხო, გოგი მე ვარ. ხო, რა ხდება? რა უნდა ხდებოდეს? რა ხდება? რა ხდება გოგი და ჩემზე რაც იყო დამოკიდებული ყველაფერი გავაკეთე და ახლა მეორე ტურში გადაწყვიტონ თვითონ მე დამნიშნავენ თუ იმას ანზორს. რა? მეორე ტურში გასვლა რატო არ ვიკისრე? კარგი რა. კარგი რა გოგი რა. მაიმუნობის დრო და თავი მაქვს ახლა რა მოგივიდა დამთავრდეს ჯერ გადაწყდეს ყველაფერი და მე ვიკისრე ბაბა რას ვიზავს ადგინახავს. დამღალე უკვე რა. ხო. მოიცა, ერთი წუთი შედარგეულები. გოგი, დამირეკე მე. კარგი დამანები ხათა. კარგი. გოგის ველაპარაკებოდი რა მოგივიდა და ამას უთხარი დამღალე მეთქი. ხო ვეუბნები ხოლმე დამღალე გოგი და უთხარი გოგის. ბატონო ირაკლი, ისეთი ამბავი გავიგე. ისეთი ამბავი გავიგე, რომ ყურებს არ უჯერებდი. შეხედე. გადაგდო ხო ნოდარმა. მაგის სახელი აღარ ახსენოთ. ვის ნოდარის? ხო გითხარით არ ახსენოთ მე. კარგი, აღარ ვახსენებ, იმის სახელს არ მეტყვი რა ხდება?
რადა? აქეთ რომ მოვდიოდი, ანზორის კაბინეტთან ჩავიარე და რაღაც ხმა შემომესმა. თურმე ანზორი და ნოდარი თქვენზე ლაპარაკობდნენ. აი, ნოდარიო. აბა არახსენო იმის სახელიო, რა შეუნებოდა? რას ეუბნებოდა და ბატონო ანზორ წინ სრულისვლით გამარჯვებისკენო. კაცო, მე მახსენე ეს. თქვენი სახელი არ უხსენებიათ, მაგრამ ეგ ცანცარაო ის კაცი ამბობდა. კარგი რამერი რა, ასე ცანცარა ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება თქვას მეორე სხვა ადამიანმა. თუ პირადად მე არ მახსენეს ასე ეჭვის მიტანა როგორ შეიძლება კიდევ თქვას რაღაც. რა თქვის? ერთი მაგის მდივანი ივლის გაღიმებული და მეორე ეგ გაიმარჯვებსო. გაღიმებული მართლა ჩემზე შეხედე უყურე ვა ნახე ესე იგი რა გამოდის ახლა რა გამოდის რომ ეს ნოდარი ანზორისაც ეხმარებოდა ანზორისაც კი არა ანზორსაც ასეა სწორი ანზორსაც ეხმარებოდა ასეა სწორი მე თუ მკითხავთ ნოდარი მარტო ანზორს ეხმარება და საერთოდ არაფერი არ თქვათ მე მგონი მაგას აქ მოსასმენი აპარატურა აქვს დამონტაჟებული. უყურე შენ ამ ნოდარს არის სწორი ვიცი. არა, სულ ცუდი წინათგრძნობა მქონდა. სულ გეუბნებოდით, არ შემოუშვათ. თქვენ მაინც შემოვიდეს. როგორ გეკადრება გენაცვალე რა შემოვიდეს როდის მითხავს შემოვიდესო მე არ მითხავს შემოვიდესო არ გეკადრება რა შემოვიდესო შენ შემოდიოდი ყოველთვის შემოყვებოდა არცალია ბატონ ირაკლის შემოვიდეს დაჯექინოდა აი ბატონო ირაკლი კაქტუსი და დედსადმე ამ გოგოს ისეთი გამოსხივება აქვს რაღაც არ დაგემართა გისმენთ? აბა როგორ ახართ? კარგად. მე კარგად ვარ. ნეტა ანზორი როგორ არის? ისე რა, კარგად იქნება ალბათ. მალე დაიწყება მეორე ტური, ხო არ ნერვიულობ? არა ხო? მე მაინც გონია რომ ცოტა ნერვიულობთ. არა უშავს. და მგონია რომ თქვენ გაიმარჯვებთ ამ ტურს. არა უშავს. რომ წავაგო, სანერვიულო არაფერი არ მაქვს, იმიტომ რომ მე და ანზორს გვყავს ერთი საერთო ახლობელი. და იმედი მაქვს რომ რამე თანამდებობას მიშოვის ამ პროექტში. რაღაცა უცნაურად ლაპარაკობთ, მაგრამ ეტყობა სტაჟი და გამოცდილება რო გაკლიათ მაგის ბრალი არაფერია. დრო მოვა და ყველაფერს შეიძლება. წავედი ხომ ამდენი დრო არა მაქვს, აბა? ბატონო ირაკლი, გახსოვდეთ. წინ სრულისვლით გამარჯვებისაკენ. მივედი სახში ვაკაკუნე, კარი არ გაიგე, ეთყობა წასულა. მე რა უნდა მექნა, ავდექი, ჩამოვედი ქვევით, და მათე რო არის, ლოთი მათე, ხო იცი? ხო, ეგ იწვა იქ მაგიდეს და იქ მივაყუდე ის ყვავილები, აბა რა უნდა მექნა ეხა მე ტირ დავი. სად უნდა წასულიყო? აბა რა ვიცი. გასაგები მაინც დაეტოვებინა რაღაცა. მაკა. სად იყავი? მოდიში პირდაპირ სახში წავედი და აღარ შემოგიარეთ ეს გასაღები და მადლობა. როგორ ახარ დღეს? დღეს უფრო კარგად ვარ. გუშინ 6 საათი ვტიროდი, დღეს 2 საათი. აი, გეუბნებოდი, წერილი პირველია მეთქი ცხოვრებაში ვამბობდი? ხო იტირე მაინც. არგი, არა უშავს. თვითონ ხო დაგივიწყე, შენც უნდა დაივიწყო. რატო ნერვიულო? დაწნარდი, რატო ნერვიულო? ხო, დავივიწყე. საერთოდ არ მიყვარს და არც მახსოვს ზურა. კარგი. ზურიკო. მე ნატრება ზურა. რისი გულისთვის ნერვიულობ? ვერ გავიგე ამდენ რისთვის ნერვიულობ? შენ ზერას ამბობ. გახსოვს 20 წლის დიდი გოგო რო გიყვარდა და რო გათხოვდა აბაზანაში ჩაიკეტე და ტიროდი. ჯერ ესეთი 20 წლის დიდი არ იყო, 19 წლის დიდი იყო. გაიგე? მე კი ტიროდი, თვალში რაღაც ჩამივარდა და ცნებელები მომდიოდა. და მაგიტო ერთი თვე მე დეპრესიულ მუსიკას უსმენდი. არაფერსაც არ უსმენდი, ის თვითონ იყო ჩართული და მესმინებოდა, მე რას უსმენდი? მაკა, აი ახლა მითხარი შენ რა გაგიხარდება და რაც გაგიხარდება, ყველაფერს მოგიტან. მითხარი რა გაგიხარდება? რა და ზურამ რო დამირეკოს. ყოველ დილით მირეკავდა და დღეს აღარ დამირეკა. რა ნომერზე გირეკავდა? ჩემ ნომერზე 877 20 მოიცე, ნელა, ცოტა ნელა ისა, მაკა. 877 მე. ბატა.
ხო, კარგი რა იყო, რა მოგივიდა რა არის ეკა. თუ გინდა რომ გამხიარო რაღაცა სხვა რაღაცა გააკეთე. კარგი. გინდა გიმღერო? არა. არა, ლექსები რო წაგიკითხო? არა. ფოკუსები რო გავაკეთო? რა ვიცი გააკეთე. ლექსები რო წაგიკითხო? ლექსები. რა ლამაზი პერანგი გაცრია. მართლა მოგეწონაო, აიმე რა კარგია, დიდი მადლობა. აი ზუსტად ასეთი ყვავილები მაჩუქა ზურამ ბოლოს. კარგი, იცი რა მოვიფიქრე? საღამოს ავიდეთ ირაკლისთან, ავიყვანოთ მაკა და ჩვენი მეგობრები გავაწვით. კარგია. აი კარგი აზრია. ხო წამოხვალ, იცი რა კარგი ოჯახია. მიდი წამოდი რა, ჰა. აი მეც მინდოდა რომ ოჯახი მყოლოდა. ფიქრობდი, ვოცნებობდი, მაგრამ რა? წავიდა სულ. მაკა, მოდი. თუ გინდა ზურა დამიძახე ხოლმე, რა. ზურა თუ არ გინდა, მაშინ ზურიკო? და. არა. ხო კარგი, მაშინ იჯექით ეს და იტირეთ, აბა რა ხო მარიკუნა. ხო. აი ხო ფიქრობდი რა მინდოდა, რას ავიტეხე, რა არჩევნები, რა გრანდიოზული პროექტი, რა გამარჯვება, ვინ რას მოგაგებინებს, მეტი ჩარა ვარ რა. სად არის ახლა ჩემი მოსაგები? ხო ტყილა მოვიშალე ნერვები რა, ხო ვიცოდი წინასწარა რა. ხო, კარგი, შენ არ ნერვიულო ბეღურა, შედეგებს რო გავიგებ, დაგირეკავ მე თვითონ და გეტყვი წავაგეთო. კაი. ბატონო ირაკლი. ძალიან კარგი ამბავი მაქვს. რა ამბავი გაქვს? მოიგეთ. მართლა? მართლა მოვიგე? ვაი! მე ხო სულ ამბობდი რომ ვიცოდი რომ მოვიგებდი და იმიტომ მივიღე მონაწილეობა აი იმაში თქო რა ქვია, იმიტომ ავიტეხე რომ და მივიღო მონაწილეობა. ყოჩახ ირაკლი რა. ყოჩახ შეგენაცვალე რა. მაგარია დარწმუნებული ვიყავ. გილოცავთ, მიხარია. კი, ვიცი რომ გიხარი ანათებ შენ ხარ და აი გერმალავა ემოციებს გასხივოსნებული ხარ პირდაპირ რა ისე ანათებ რა. კარგით რა ბატონო ირაკლი. ხომ იცით რომ უბრალოდ არ მეტყობა თორე ისე შინაგანად სიხარულისგან ხტუნავ. რა თქმა უნდა რო შემოხვედი შენ მე იმის თქვა მინდოდა მეთხოვა შენთვის რომ მერიკო ცოტა ნელა იხტუნავე უხერხულია ხომოდა ვიღაც არ მოგვივარდეს. აი ხედავ ეს იყო უკომპრომისო ბრძოლა და მე უკომპრომისო ბრძოლაში გავიმარჯვე. თქვენ ამას უკომპრომისოს ეძახით? რას? ერთმა კანდიდატმა 0 ხმა მიიღო. მეორემ საერთოდ მოხსნა კანდიდატურა. ამ ზურმა კანდიდატურა მოხსნა? ხო, ძველი დარღვევები აღმოუჩინეს და იძულებული გახდა მოეხსნა. აი ჩემი გამარჯვება, მე გავიმარჯვე, მე დარწმუნებული ვიყავი რომ გავიმარჯვებდი მე, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ეტაპი კიდევ დიდი გამარჯვებებისკენ. მე სულ გამარჯვების გზით უნდა ვიარო, სულ წინ უნდა ვიარო და ავაშენებ ამ პროექტს, კიდევ სხვა პროექტებსაც ავაშენებ და ვიქნები სხვაზე პროექტებში და გამარჯვებ. ინაუგურაცია როდის გაქვთ? ხო ხედავ, კარგი იყო, მომეწონა. აი ეს არის იუმორი. ის კი არა დავხტუნავ შინაგანად. აი იუმორი. გილოცავთ ბატონო ირაკლი. ფეხით ამოვირბინე 3 სართული რომ პირველს მომელოთ ეს ამბავი. გაიმარჯვეთ. ვინც აღარ დაველოთ. გენაცვალე, დიდი მადლობა, მაგრამ დაგაგვიანდა. მოლოცვა, მე რიმ დაგასწრო. კიდე კაი მართლა ფეხით არა მოვირბინე და ლიფტით ამოვედი, თორე ხო გამისხდებოდა გული. ოფენ დასწრებაზე ამ თავს. მე მინდოდა რომ მომელოცა. სად მე რომ მოგილოცავდით ჩემი გაბწყინებული სახით, პირბაგით, მშვენიერებით, სილამაზით და სად მე რიკო რომ მოგილოცავდა, ამას ესეთი სახე ექნებოდა რომ მეგონებოდა სამსახური და გაგათავისუფლეს ან ხელფასი დაგიკლესო. ესე იგი გაგეხარდა. გამეხარდა რომელია? გაგეხარდა. ძალიან. მაგრამ შენ მე მგონი ანზორის გამარჯვება უფრო გაგეხარდებოდა. 3 სართული ამოსარბენი არ გექნებოდა, იქვე გვერდზე ყავს კაბინეტში და იქ მიგულოცავდი. აი თურმე რაშია საქმე. არ მენდობით არა?
არა უშავს. ჩემ დობას თაობები დააფასებენ და ერი შეისწავლის. გიორგი სააკაძესაც არ ენდობოდნენ თავიდან. კარგად გზანდებოდეთ, ნახვამდის. მერიკო, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მარტყოფის ბრძოლა მოვიგე რა. ბატონო ირაკლი, მოსალოცად რომ მოვლენ თანამშრომლები, სათითაოდ რომ არ შეგაწუხონ, ყველას ერთად მოუყრი თავს მოსაცდელში და მერე შემოვიყვან. კოჩახ, მომეწონა, ყველა ერთად შემოვა და ერთად მექნება სათქმელი ერთი დიდი მადლობა. კოჩახ. აი, მილოცავენ უკვე. აი. დიახ. რომელი ბრძანდებით? ბატონი ანზორი, თვითონ ანზორი მილოცავს. დიახ, გისმენთ? რატო ყვირით ბატონ ანზორ? ჰა? დაწყმარდით, მე მოგიგზავნეთ ვინმე? თქვენ საბუთებში ეკეკა, როგორ გეკად? რას ბრძანებთ? რა დავივიწყებ აბადიეთ? ძველი ყველაფერი მეგობრო მე ანზორი მეგობრობდით? როგორ გეკადებ? არა გენაცვალე. მოგიგოცეს ხო? ესე კარგია, კარგია ძალიან. ხო ესე? ნელა თუ ჩქარა. ნელა. აკაც მორჩი. ხოჩა ხლაშიკო, ხოჩა. რამე შეჭამა? არა, თამრი, გუშინ თხოვე ოთახებში ბადეები გააკარი მეთქი და ყველა ოთახში გააკრა. უი რა კარგია, კოღო აღარ შემოვა. აღარც ქათამი გაფრინდება თამარ. აი მე ქათამს ნუ გამიხსენებთ. ხალხმა აი აღარ შემიძლია უკვე რამე მოვიფიქროთ და იცი რა კენჭი ვყაროთ, რომ ის ქათამი წაიყვანოს სვახომ. ხო დამეჭერთ მხარს. თამრი, მე შენს გვერდით ვარ, მთელი ცხოვრება შენს გვერდით ვიდგები. აბარა, დაგიჭერ მხარს. ბაჟბატონო შენ თამარ, შენ ჩემი ცოლის და ხარ და სულ შენს გვერდით არა. მაგრამ ჩემი ცოლის გვერდით ვიქნებ და შეც ვიქვი არა ხარ. ოპა. ოც მოვიდა. რა ხდება? ვახო მომისმინე ახლა შენ. კარგად მოიცეთ. თუ იმაზე უნდა დავილაპარაკოთ, რომ ქათამი დავკლათო. არ გამოვა. ვახო მომისმინე რა, ახლა დამიგდე ყური. ყურს დაგიდებ. ქათამს არ დავკლავ. მომისმინე გეუბნები. კენჭი ვყაროთ, ჩვენ ვართ სამნი, შენ ხარ ერთი. ხო და კენჭი ვყაროთ, რომ დავკლათ თუ არა ქათამი. კენჭი ვყაროთ. ქათამი არ დავკლავ. აბა ახლა მომისმინეთ, ვინ არის თანახმა, რომ დავკლათ ქათამი? ლაშა. რა ხდება? ვიღაცამ თავი ხო უნდა შეიკავოს. შედი ამას შეკრამა. მაშინ ეს ახლა ამ კუთხით აი ამ მეორე ხო მეორე ხედავ. ვინ არ არის თანახმა, რომ დავკლათ ქათამი? რაღაცა მოვიწყინე და მოდი, გავერთობი ცოტას. ორზე ვართ? არ დავკლათ. ლაშა, რა ქვია, ეხლა შენ საქციელს. კაცობა და გვერდში დგო. შეხედე. მე ვარ შენთან. შენს გვერდით ვარ მთელი აბარა ქეთინო, აბარა. კარგი მართლა, რა მოგივიდა თამარ? რა არის ახლა მე მივეცი ინტერესი დღევანდელ საღამოს. მოდი ასე მოვიქცეთ ჩვენ. ვითამაშოთ რამე, თუ ჩვენ მოვიგებთ, მაშინ არ დავკლავთ ქათამს. თუ თქვენ მოიგებთ, დავკლავთ. ხო? რამე ვითამაშოთ. ქათამი არ დავკლათ. კიდე. რა უნდა ვითამაშოთ? რა. აი. მოდი. ალადმურთი ვითამაშოთ. აბა. აბა. შეხედე. ბახურას. ვაიმე. არა. მაშინ ალადმურთი არ გვინდა, მაინც ახლა გოგოები ხარ და რო მოგიგოთ, მე არ იქნება სამართლიანი. ხო, სამართლიანი. მაშინ მე მოვიფიქრე. იცით რაში შევეჯიბროთ? სახლის დაალაგებაში და სადილის გაკეთებაში. ვახოჩემსკენ არ დავიწყეს თამარ. თამრი არ გინდა წავაგებ, სხვა რამე მოიფიქრე. მე
მოვიფიქრეთ. რა. მიდიცი ვიყავა გამიკეთე. აი მე რა მაგრამ მოიფიქრე. ხუთიანი გიწერია ესეთი რაღაცებს მოფიქრებაში. არ დავკლათ კათამი არ და. ამაშთაც მოვიფიქრებ კეთევან არ არის პრობლემა. იცი რა ვქნათ, წავიდეთ ტირში და სროლაში შევეჯიბროთ ერთმანეთს, ა? აუ მაგარია რა თამარ წავიდეთ რა ტირში რა მაგარია ცა თამრი გავგიჟდები ქათამა კვერცხიდა დუ აგი ეხლა კეთინო ვახო რამდენჯერ შეიძლება ეხლა ეგეთი რამე გააკეთო თამრი რა დღეს საერთოდ არ შემოსულა რა თამარ რას ლაპარაკობ თამრი მართლა დადო გეფიცები შენ თავს ფიცა ვარ თამრი მე ხო არ მოგატყუებ შეხედე კვერცხიდა დო ბილია მართლა ვერ გავიგეხა კვერცხს თუ დებს ეს ქათამი და ოჯახში არის შემომტანი რას კლავ რას აიკეხე მე ამიტეხე შენ მითხარი ხელი აწია შენ გვერდზე იყავი მთელი ცხოვრებაო თორე მე ვგიჟდები კეთინო ეგ შენ მოიგონე არ მომიგონია შენ თავს ფიცა ვარ შენ დაიწყე მოკლედ პედრო აი შენ გასაგები აი ამითი იზედება ხო ამითიზე და ამითი შიგიდან ქვედა ხო გასაგებია კონდეს ეს და ეს არა ქვია მომისმინე მოდი ისმენ მოდი დათო მიცი შენი მეგობარი რომელად დარჩეს დღეს მაგის სახში არ იცის მაგრამ ეხა ნუ ეტყვი შენს და რას გაიგებს ვერ გაიგებს არა რას გაიგებს საიდან გაიგებს არა კარგი ისგენი რა ქვია შემოდი მე ჩემი დაწინაურება აღნიშნე დაწინაურება აუცილებლად ხო ბარში ჩავა რაღაცებს მოვაგვარებ ჯერ მაკას დავაბინებ და აუცილებლად რას ვიზავოს მოიცა მაკა მე დააბინავე რა მაკა შემოგძანდი თქვენს გაერთობით აღნიშნოთ ჩემი დაწინაურება ჰა არა მადლობა ისე გილოცავთ მაგრამ რა ვიცი ყველა სიხარულს მე წუხარება მოსდევს ხოლმე და დღეს იმხიარულეთ რა იცით ხოლმე იქნება კარგი დააბინავე მაკა და მე შემოდი კარგი შემოდი ოღონდ ხო აუცილებლად ხო ნახევარ საათში აქ ვარ მაქსიმუმ 3 საათში კარგი მაკა დააბინავე მაკა მოდი მაკა აიმე ირაკლი რა საყვარლები არიან ნინი და მარიამი როგორ გასtildeან თან განსაკუთრებით იცი რა მომწონს მე ჩემზე გიჟდებია გონი ეკეტებათ ძალიან მოყვარვა რას ლაპარაკობ ნინი და მარიამი მე დავულოცოთ ახლა აღნიშნოთ ირაკლის წარმატება აღნიშნოთ დამისხი უნდა დაუსხი დამისხი ირაკლი დიახ ძალიან გამიხარდა შენი წარმატება ძალიან ხო ჯერა მარტო მე კი არა მთელ ოჯახს კი მთელ ოჯახს რას ლაპარაკობ თამარს ჩვენ ყველას და ქათამსაც ვინ ქათამს ქათამს ისე გაუყარდა რომ გაიგო შენი წარმატების ამბავი კვერცხი დადო სიხარულის ირაკლი მოდი ეხლა შენ ხო იცი ეს ვისი დამსახურებაა შენ წარმატება ჩემი წარმატება არა მითხარი ვისი და ვახოსი ვახოს რო არ გაეშვის სამსახურიდან დარჩებოდი ისევ რიგით ექიმად არა მართალი ხარ ლაშა მე ყოველთვის გრძნობდი ჩემი ხუნხულას უხილავ ძალას კი ხო და წამოდი დავლიოთ ახლა ჩემი ხუნხულას ადგილზე დავლიოთ მაგრამ ხალხს არ დაველოდოთ კაცო სად არის ვახო და ქეთევანი რატო შემომიდა ქეთევანი ბავშვებს აჭმევს ვახო ქათამს ირაკლი მერიმ დაგირეკა მერიმ რა მოვალო არა გავარკვი ანზორმა რატომ მოხსნა თავის კანდიდატურა იმიტომ რომ ნოდარმა ძველი დარღვევები ამოუქეკაო აი ნოდარმა ამოუქეკაო გაიგე შენ ეს ნოდარმა ამოუქეკაო მოიცა ახლა სულ დავიბენი მე ვის მხარეს იყო ეს ნოდარი კაცო გაბაგებინე ჩემ მხარეს იყო თუ ანზორის მხარეს არის მაგრამ მოწოლია ეს ნოდარი რომელია სიკეთე და ბედნიერება ამ ოჯახს კეთილი იყოს ჩემი ფეხი აშენდით დამშენდით გამარჯობა მარიკა ბოდიში ხელსარიელი მოვედი არა უშავს მე მითხრა რომ სადღაც წავიდაო და იმ წუთში მივხვდი რომ სახში წამოხვიდოდი თახსანი ნოდარი მოდი დაჯექი ლაშა დაჯექი ისე მომისმინე მართლა შენს გამო მოხსნა ანზორმა კანდიდატურა ჩემს გამო რა არ გარეულიყო შავ საქმეებში და არ მოხსნიდა მე უბრალოდ ეს ამბავი გამოვირკვე და იქ თქვი სადაც საჭირო იყო აჰა აიმე დავიტანჯი ამხელა გოგო რა ანზორი რა თანხები ვერ გავიგე მოყევით ნორმალურად ხა შეიძლება ჩემთვის ნარვი მოდი ჩემი გოგო დაჯექია ფეხმძიმედ
ესე იგი ამ თანამდებობაზე წარდგენილი იყო ორი კანდიდატი. ბატონი ირაკლი და ანზორი. ამ ანზორს შაბნელი წარსული ჰქონდა. მივიკითხე, გამოვიკითხე, დავრეკე, გავარკვიე და დავადგინე, რომ 1000 ცოდვა ჰქონდა ჩადენილი. ერთი ცოდვა ბატონი ირაკლისაც ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ ირაკლი ნაკლებ დამნაშავე იყო და რატო? რატო და იმიტომ რომ ეკა აბესაძეს არ დაუხედავს თურმე იმ საბუთისთვის და ისე გადაუყოლებია რომ ხელმოწერილი არ ყოფილა და რა ამის ბრალია ეხა ეხსამბავი. ამიტომ ღირსეულმა კაცმა გაიმარჯვა. ბრავო, ბრავო ვაშა. ვაშა. ასეთი ჩადრებზე და кайხანი არ მომისმენია თქვენ გაიხარეთ ბატონო? ნოდა. ბატონო ნოდა. ერთი რაღაცა დეტალი მინდა გადავამოწმო. დედა თქვენი ღლონტია? დიახ ბატონო. აი ეთყობა როგორ ისეთი ჩინებული პიროვნება. მიირთვით ბატონო ნოდა. ხელებს დავიბანდა ამ წუთში. აი ამ წუთში. ერთი წამ. აქეთ ნოდარ. მან და არ არის არა აბა. უი შემეშალა. აი იქით. ჩემი არ იყოს არაჩვეულებრივი საკ. კარგი. ხო, ახლა დავლიოთ. კი ბატონო, ეგ ნოდა ერთ სადღეგრძელო დავთქვა. დაიწყებთ ახლა ეს ადღეგრძელო. მათადე ხო. დილით კი ვიყავი შენზე გაბრაზებული, მაგრამ ალავერც ვარ ახლა შენთან. აბა გისმენთ. ნოდა თან ალავერც ხო? ნუ რა ვიცი, ამოხეხა კაცმა და ხარ როგორ ალავერც არ ვიყავ. მომისმინე. ესე იგი ერთხელ ერთმა ინდიელმა მონადირემ ჩაფიქრებული ძერა ერქვა ამ მონადირეს. ინდიელმა ჩაფიქრებული ძერა. ხო? დაიჭირა ოქროს თევზი. კი შეშე. თავიდან იფიქრა რომ ამ ოქროს თევზო მეო ახლავეო სახში წავიყვანო, მაგრამ მე გამოეცხადა. გაუმარჯოს, კარგია. რას გაუმარჯოს, აბა? რას გაუმარჯოს? რო არ დავამთავრებინე. ამდენი სადღეგრძელო მოკლედ ის ჯერა რომ მივიდება. დაჭერილი რო ეგონა თევზი, ამ თევზს მოვუწრა ბაბუაშენი ვარ, ღმერთი არ გაგიწყვეს, არ შემჭამო. ამან წაიღო. ხო წაიღო ამან. რო წაიღო, შეცა, დაასხა თხემალია ჭამა, რო ჭამა ფხა გაეჭხირა კისერში. დაუძახა მეზობელს არიქა მიშველეო. მეზობელი რომ მოვიდა ის იყო მეცახელად სისინაგველი იმან ამოიყვანა გადაარჩინა და ყველა იმ კაცს გაუმარჯოს, ვისაც ჩვენი დახმარება უნდა. გაუმარჯოს. გავალმე და მე შემოვა ხოდა მაგარი რა საკითხი გაქვს? დამიხარ მოგეჩვენა. არაფერი არ მომეჩვენა? შენ არ მოგეჩვენა რამე? მე არ მომეჩვენა, მე საერთოდ არ ვარ ნასვამი. ნასვამი? ნასვამი აჩვენა რა? ანელი ნასვამი? აშო იცოდი საშას აღარაცოდი საგამოდა ხო ხედავ არა გოგოები რო გელამდე სუთანეს გოგო როგორ ყვავდა იმ გუშინდელ გოგოს არა ამიჟო